მოგესალმებით, მე მარიამ ვადიტაძე ვარ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილებიდან და დღეს წარმოგიდგენ დაზღვევის დღის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ლაივ ჩართვას თემაზე დაზღვევის მნიშვნელობა და სავალდებულო პროდუქტები. უკვე მეხუთე წელია 2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება, წლევანდელი კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა FineduGo-ზე საინტერესო თემატური აქტივობები ზიარდება. დღევანდელი ლაივ ჩართვას სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ლაივზე დასწრება წინასწარ რეგისტრაციის გარეშე შესაძლებელი, ხოლო ჩანაწერი კი შეგიძლიათ Finedu-ს YouTube არხზე მოგვიანებით იხილოთ. მათ, ვინც ესწრებით ლაივ ჩართვას, გაქვთ შესაძლებლობა კომენტარის ველში თემატური კითხვებით გაგვიწეროთ, რომლებსაც გავაჟღერებთ და სპიკერისგან პასუხებსაც მოვისმენთ. დღეს სადაზღვევო კომპანია Prime-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი ირაკლი ბერუჩაშვილი გვესაუბრება, როგორც ზოგადად დაზღვევის მნიშვნელობაზე, ასევე გაგვიზიარებს ინფორმაციას სავალდებულო დაზღვევის შესახებ. ირაკლი, თქვენი გადმოსახედიდან როგორ აღიქმება სავალდებულო დაზღვევა, სადაზღვევო პროდუქტები, როგორც ასეთი, დამზღვევი პირებისათვის და რამდენად შეგვიძლია მოვიაზროთ სავალდებულო დაზღვევა სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად. მადლობა. მადლობა მარიამ, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ Finedu-ს, საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმაოდ საჭირო საკითხების წამოჭრისთვის. ეს არის ესეთი მნიშვნელოვანი თემა, რაც ეხება სავალდებულო დაზღვევას. სავალდებულო დაზღვევა დღეს არ დაწყებულა საქართველოში არც 5 წლის წინ. ცოტა შორიდან დავიწყეთ, სავალდებულო დაზღვევის ერთ-ერთი პრეცედენტი იყო ძველ ევროპაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. ანუ სახელმწიფოები ევროპაში და უშუალოდ საზოგადოების კონკრეტული წევრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ რაც მოთხოვნა იყო, შესაბამისი რისკები არსებობდა და რა თქმა უნდა, ამას თანხლები, ზარალებიც მოყვებოდა. შესაბამისად, გარკვეულ სექტორებში შემოღებული იქნა სავალდებულო დაზღვევა. ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის გადანაწილება, როგორც გარშემომყოფ ადამიანებს შორის, ისევე თქვენს გარშემომყოფებს შორის ადამიანები იზრდებიან პასუხისმგებლობას. სავალდებულო ნაწილი ზუსტად ამას ემსახურება დაზღვევების, რომ ის კონკრეტული პასუხისმგებლობა არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და შესაბამისად მოთხოვნა იყო, ამიტომ აქედან გამომდინარე შეიქმნა ეს პრეცედენტი გარკვეული სახეობების სავალდებულო დაზღვევები, რომელიც ძირითადად მაინც ეხება პასუხისმგებლობის დაზღვევას. ეს პრინციპში შემიძლია უკვე რაღაც დეტალებში ჩავყვეთ. პრეზენტაცია წარმოგიდგინოთ და უშუალოდ რაც ჩვენ შევადგინეთ. რაცრავად? რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას საქართველოში. ძირითადი არსი პრინციპი რა არის, ხო, დაზღვევის, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ რისკი არის გადანაწილებული ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსური დაცვა, ის კონკრეტული მოსალოდნელი ფინანსური ზიანი, რაც შეიძლება მოუწიოს ნებისმიერ ჩვენთაგანს, ეს იქნება როგორც ფიზიკური პირი, ისევე იურიდიული პირი, ზარალის დადგომის შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს აისახება გარკვეულ სტაბილურობაზე კრიზისების მართვის დროს, ზარალიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი საკითხი რა, ყველა ასე თუ ისე როგორც სავალდებულო ნაწილს ცოტა ცუდად აღიქვავს საზოგადოება. უბრალოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავალდებულო დაზღვევა ეს არ არის ხარჯი. ეს არ არის ყოველდღიური ხარჯი. ეს არის ფინანსური უსაფრთხოების ინსტრუმენტი რა, რეალურად რას ნიშნავს ეს, რომ ის კონკრეტული ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოღვაწეობთ, მუშაობთ და უშუალოდ ნებისმიერ საქმიანობას ვეწევით, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას გარკვეული გაუთვალისწინებელი რისკები ახლავს თან. ნებისმიერ ადგილზე ყოველთვის იყო, იქნება და იარსებებს ეს რაღაც გაუთვალისწინებელი რისკები.
თავიდან სავალდებულო ეს ნაწილი სავალდებულო დაზღვევის არის ის, რომ დიდი ფინანსური რისკი იქნას თავიდან აცილებული. ეს როგორც ფინანსური უსაფრთხოების ინსტრუმენტი, ფინანსური უსაფრთხოების გარანტია წარმოვიდგინოთ ესე და მარტივად რო ვთქვათ ფინანსური დაცვა, ანუ გარკვეულ როგორც ფიზიკურად ისე მორალურადაც მოქმედებს გარკვეული ზარალი ხო ადამიანზე, იქნება ეს როგორც კომპანია, იქნება იურიდიული პირი, იქნება არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი ფინანსური ზიანი როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად მოქმედებს ხო, რა თქმა უნდა და ეს ერთ-ერთი გამოსავალია დაზღვევა, რაც შეიძლება დაუშვათ ესეთ შემთხვევები გაანეიტრალოს რა. ზუსტად ამიტომ დავარქვი ამას, დავარქვი რა, ფინანსური უსაფრთხოების ინსტრუმენტია ეს რეალურად. რაც შეეხება ზუსტად საუბრის დასაწყისში აუღნიშნე, რომ ევროპაში, პირველად ევროპაში იყო ავტომობილთა სავალდებულო დაზღვევა შემოღებული, ეს იყო თვარწერ მე-20 საუკუნის დასაწყისში, თუ პირველ ნახევარს ვთქვათ, არ ვიცი. მაგრამ საკმაოდ ძალიან საინტერესოა ხარ თვითონ დაზღვევის ისტორიას, დაზღვევის ცნებას, როგორც ფულის ერთეულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს რა. ძირითადი პრინციპები ადამიანების სოციალური ჯგუფები, სახელმწიფოები რაღაც დოზით შეთანხმდნენ, რომ ეს სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილებული იყო რა, იმიტომ რომ მაშინაც გარკვეულწილად რაღაცა რისკები არსებობდა, იგივე სტიქიების კუთხით, იგივე დაუშვათ ბრაკონიერების კუთხითაც და ასე შემდეგ, ანუ მეკობრეებიც იყვნენ და ეს ძველი ისტორია ძალიან ბევრი საინტერესო თემები აქვს დაზღვევას ისტორიულ ნაწილში და აქტუალური ერთ-ერთი იყო მაგალითად ტვირთის დაზღვევა. მოკლედ რომ შევეხები ძალიან ბევრს არ ვისაუბრებ. ტვირთების დაზღვევა არსებობდა შუა საუკუნეებშიც. ქონების დაზღვევაც არსებობდა, თან არსებობდა სავალდებულო სახანძრო დაზღვევაც. ეს შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ქონებს კი ნამდვილად და ესეც კიდე რაც მე გამოვარჩიე ხა ამ დაზღვევებიდან, ისტორიიდან დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას არსებობდა შუა საუკუნეებში. ანუ ეს შემოღებული იყო თვითონ პოლისის ფორმები, აი მარტივად რო აგიხსნათ რა, ანუ რატო არის ეს სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანებს შორის, გარკვეული ჯგუფებს შორის, ხო? თვითონ პოლისიც, აი დაზღვევის პოლისი მე უკვე მთელი განვითარება დიდი ბრიტანეთიდან მოსდევს ამ დაზღვევის სფეროს. ანუ თვითონ პოლისში ტექსტობრივად პირდაპირ ტექსტის სახით იყო გაწერილი ის გარკვეული ვალდებულებები, ის მოვალეობები დაუშვათ, რასაც მხარეები შეასრულებდნენ გარკვეული რისკების დროს. რაც დაუშვათ რა თანხის ოდენობა ანაზღაურდებოდა რა რისკზე და ასე შემდეგ. საკმაოდ მე მგონი როგორც ვიცი გარკვეული მუზეუმიც არსებობს ამ ძველი სადაზღვევო პოლისების ძალიან საინტერესო სახეობები იყო მაშინაც კი. ხა რაც შეეხება უცებ გადავიდეთ ახალ ეპოქაში, პრინციპში რაც უფრო ვითარდება ეკონომიკა, ვითარდება ეპოქა, მოთხოვნები ეკონომიკისთან ერთად იცვლება ასევე დაზღვევის სახეობებიც. რა თქმა უნდა, იცვლება გარემო, იცვლება მისი შემადგენელი რისკთა ჯგუფებიც, ხო, ანუ დაუშვათ შუა საუკუნეებში სხვა რისკები არსებობდა, დღესდღეობით მოცემულობაში სხვა რისკები არსებობს ჩვენ ესე რომ ვთქვათ, ჩვენ გარემოში მოთხოვნები სხვა არის, მარტივად ხა უცებ ჩამოაყალიბებ ხა ძირითადი სახეობები, რაც არის ჯანმრთელობა, დღესდღეობით ხა არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში აქტუალურია ავტოტრანსპორტის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა თავისთავად, ქონებების დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა დიდი მოცულობით ძალიან აქტუალურია მსოფლიოში. პასუხისმგებლობები კიდე მრავალ
ესე ვთქვათ, მრავალ პროდუქტად იყოფა პასუხისმგებლობის დაზღვევა, საავიაციო რისკებიც, საინჟინრო რისკები, ფინანსური რისკები და სხვა კიდევ მრავალი და საქართველოში დღესდღეობით მაინც რომ ვთქვათ, ხო ყველაზე აქტუალური მოთხოვნადი მაინც არის პირველ ადგილზე ბაზარი როგორც ნაწილდებარი ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევა. ყველაზე პირველ ადგილზე დგას, ოღონდ აქ საუბარია ნებაყოფლობით დაზღვევაზე. შემდგომ უკვე მოყვება ავტოტრანსპორტის დაზღვევა, აქაც საუბარია ნებაყოფლობით დაზღვევაზე. აქ ერთ ჩანართს გავაკეთებ კიდევ რაც საჭირო საკითხად იმაჩნია. საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ რეალურად განვითარების დონეზე, როგორც განვითარებადი ქვეყანა, ისე იმ პროპორციით ვართ ეხა სადაზღვეო ბიზნესის კუთხით, ხო? რეალურად დაახლოებით უხეშად რო ვთქვათ, როგორც ინფორმაცია მაქვს დაახლოებით, პენეტრაცია, ანუ ათვისება დაზღვევის მოცულობა, ხო, პროპორციულად რო გადავანერწევთ ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის მოცვა, ესე ვთქვათ, დაზღვევის მოცვა შეიძლება გამოისახოს 1.5-2%-ში. წარმოიდგინეთ, იქ ევროპულ ქვეყნებში სადაზღვეო ბიზნესის, სადაზღვეო პროდუქტების მოცვა და საქართველოში სადაზღვეო პროდუქტების მოცვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა და ავტომობილის დაზღვევა საკმაოდ პოპულარულია დღესდღეობით საქართველოში. მაინც საკმაოდ დაბალი არის დაზღვევის კუთხით ამ პროდუქტების მოცვა, ესე ვთქვათ, მომხმარებელთან მიტანა, ესე ვთქვათ, მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქტების შეძენის საშუალება და ასე შემდეგ. საუბარი არ მაქვს სავალდებულო დაზღვევებზე. აი, ეხლა ძირითადად მაინც ერთ-ერთი აქტუალური თემა არის ეს სავალდებულო დაზღვევა. რეალურად სოციალური პროექტია რა, ანუ სავალდებულო დაზღვევა რა არის? ხა მარტივად რო ავხსნათ მომხმარებელი რომ მივხვდეს. ეს არის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული სახეობის სავალდებულო დაზღვევა გარკვეული პირების მიმართ ან გარკვეული ბიზნეს სექტორის მიმართ. ანუ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა რეალურად სავალდებულო დაზღვევა, ანუ ერთმანეთის და ჩვენ გარშემო მყოფების მიმართ. დიდი ფინანსური, მატერიალური ზიანისგან დაცვა ასევე რისკების გადანაწილება, პასუხისმგებლობის მხარდაჭერა, ზარალის ეს გამოუყავთ რა მნიშვნელოვანი საკითხები პირდაპირ კავშირში რაც არის სავალდებულო დაზღვევასთან, ზარალების ეფექტური მართვა, მიზნობრივი დაცვა კრიზისების დროს და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკური სტაბილურობა, სტაბილური და დაცული ეკონომიკა. ეს თავმდევი არის ყოველთვის დაზღვევა ეკონომიკის დასთან და ეკონომიკა დაზღვევასთან. ეს განუყრელი ორი სფერო, რომელიც ერთმანეთის გარეშე ვერ იქნება. ვითარდება ეკონომიკა, ვითარდება დაზღვევის სფეროც. ერთდროულად ჯაჭვური რეაქცია არის ეს. ეხლა მოკლედ მინდა უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდოთ საქართველოს დღესდღეობით რა ტიპის სავალდებულო დაზღვევები არის, ესე იგი ტურისტების სავალდებულო დაზღვევა შემოვიდა 2026 წელს. ეს რას გულისხმობს? უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის უბედური შემთხვევის დაზღვევას, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. რომლათ არიან ჩამოსულები, დროებით მუშაობენ, ტურისტული მიზნით არის ჩამოსულები, თუ არ აქვს მნიშვნელობა, მათ ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევისგან დაზღვევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, მომსახურე სფერო, რა თქმა უნდა, საქართველოში მთელი სამართლის სფერო ემსახურება ნებისმიერი კუთხით ამ ნაწილში. ერთ-ერთი აქტუალური თემა კიდე, რაც 2018 წელს შევიდა კანონმდებლობით, ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომფლობელების, ესე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლებიც თავიანთი პირადი ავტომობილებით შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე, გადაადგილდებიან და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევა არის სავალდებულო კანონმდებლობით
ეს მე კიდე დეტალებს ჩავყვები, რატო არის მნიშვნელოვანი ეს. არსებობს კიდე მასობრივი თავშეყრის ობიექტების პასუხისმგებლობის დაზღვევა. მასობრივი ობიექტებში იგულისხმება სასტუმროები, ბაზრობები, სავაჭრო ობიექტები, ბენზოგასამართი სადგურები. გულისხმობს რა ხანძრის, აფეთქების, გრევის, სტიქიური უბედურების შედეგად მესამე მხარის სიცოცხლის და ფიზიკური მატერიალური ზიანისგან ანაზღაურებას რა ამ რისკებიდან გამოწვეულს. დამატებით კიდე გვაქვს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევისგან დაზღვევა. ეს არ ეხება ყველა დაზღვევის სფეროს, ესე რომ ვთქვა, ეხება მხოლოდ მაღალი რისკის შემცვლელ ბიზნესებს, ესე რომ ვთქვა, ეს იქნება საწარმოები, სამშენებლო კომპანიები, ქარხნები იქნება, დაუშვათ, იქნება ასევე ეს დაზღვევა ეკუთვნის მაგალითად რესტორნების მომსახურე პერსონალს, სამზარეულოს მომსახურე პერსონალს, სადაც მაღალი რისკის შემცველი სამუშაოებია. პირველი რაც მნიშვნელოვანია, ეს გულისხმობს დამქირავების პასუხისმგებლობას დაქირავებულების მიმართ. დაქირავებულები უნდა იყვნენ დაცული რაღაც შესაძლო გარკვეული დაზიანებებისგან, შესაძლო დაინვალიდებისგან და კიდევ რა ვიცი, ცუდი შემთხვევებისგან, რაც შეეხება გარდაცვალებას. ეს დაზღვევა მოიცავს აი ამ კონკრეტულ რისკებს. კიდევ რამოდენიმე სფერო არის, მოკლედ ჩავყვები, აუდიტორების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი დაზღვევაა, ეს არის აპრობირებული დაზღვევა არის ევროპაში. აუდიტორების პასუხისმგებლობა მათი კლიენტების მიმართ, მათი საქმიანობის შედეგად, პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს რაც, რომ მათი პროფესიიდან გამომდინარე, მათი საქმიანობის შედეგად თუ დაუდევრობით იქნება შესწომით, გადაცდომით იქნება თუ ასე შემდეგ, მიადგება ფინანსური ზიანი კლიენტს, ხო, დაუშვათ, გარკვეული ფინანსური ზიანის ანაზღაურებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კლიენტის დაცულად გრძნობს თავს, რომ ყველა აუდიტორული კომპანიისთვის ეს სავალდებულოა ეს დაზღვევა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიმიტი, ვის რა ლიმიტის ფარგლებშიც უნდა აუნაზღაურდეს ზიანი მის კლიენტს თუ მსგავსი შემთხვევა დადგა. მსგავსი არსებობს ასევე კერძო აღმასრულებლების პასუხისმგებლობის დაზღვევა. ესეც სავალდებულოა, ეს საქმიანობა ლიცენზირებადია, რა თქმა უნდა, ამ ლიცენზიას მოყვება ეს კონკრეტული სავალდებულო დაზღვევაც, რომ ამ პირებისთვის იყოს პასუხისმგებლობა დაზღვეული მათი დაუშვათ არასწორი ქმედებით იქნება აღსრულების პროცესში, დაუშვათ იგივე შესწომით დაუდევრობით და შემდეგ მიადგება სხვა მესამე მხარეს დაუშვათ მატერიალური ზიანი, ხო? ამის ანაზღაურებას გულისხმობს. ეხლა ერთი კიდე კონკრეტულ საკითხს შევეხები, უცებ გავვლით კერძო დაცვითი საქმიანობა, ესეც ლიცენზირებადი საქმიანობაა საქართველოში და მათაც ეხებათ გარკვეულწილად სავალდებულო ფინანსური რისკის დაზღვევა. ანუ დღესდღეობით მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს ძველი კანონმდებლობის თანახმად მათ ევალებათ გარკვეულ თანხაზე საბანკო გარანტიის აღება. ამ ბანკიდან იგივე პრინციპით სადაზღვო კომპანიებიც გასცემენ ამ საბანკო გარანტიას, ესე ვთქვათ, ფინანსური რისკის დაზღვევა დავარქვათ მარტივად გარკვეულ თანხაზე. აქაც იმედოვნებ, რომ ეს ნაწილი შეიცვლება, არ გავა როგორც საბანკო გარანტია და აქაც როგორც სხვა ქვეყნებში აპრობირებულია კერძო დაცვითი საქმიანობის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ეს არის ყველაზე სწორი, რომ კერძო დაცვით კომპანიებს კონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ის ვალდებულებები, რაც დაუშვათ ხელშეკრულებით აქვს გაფორმებული კლიენტებთან, ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებთან ვალდებულებები, რომ უზრუნველყოს მათი დაცვა, მის შემთხვევით შეუსრულებლობის შემთხვევაში იქნება თუ
ვერ შესრულების შემთხვევაში იქნება თუ მიადგა კლიენტს ზიანი, მაშინ ერთვება სადაზღვევო კომპანია, რომ ეს ზიანი მან აანაზღაუროს. რაც შეეხება ავიაციის სფეროს, კიდე აქ საერთაშორისო მოთხოვნები არსებობს სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის და ესეც უკვე კანონმდებლობით ძალიან დიდი ხანია მოქმედებს რა. მოკლე ინფორმაცია მინდა კიდევ ძირითადად ვიზუალურად შეგახედოთ აი ეს აქტუალური ნაწილი, რაც არის საქართველოში დაზღვევა როგორ ნაწილდება პროცენტულად რა წარმოდგენა რო ქონდეს ჩვენ მსმენელს, როგორც თავში ვთქვით, 42% ისევ და ისევ მოდის ნებაყოფლობით, ხაზი მინდა გავუსვა ნებაყოფლობით ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ნებაყოფლობით ავტოდაზღვევაზე 18%, ქონება ბიზნესი ეს ნებაყოფლობით 18% და სხვა კი დანარჩენი 22%. მე ვფიქრობ, რომ სავალდებულო დაზღვევა საქართველოში არა სრულფასოვნად არის მაინც წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ნაწილობრივად არის და პრინციპში კიდევ აღნიშნავ, რომ განვითარების გზაზე ვდგევართ და ეს გარდაუვალია, რომ გარკვეული სახეობები სავალდებულო წესით შემოვაჭრეს ქვეყანაში. ეს არსებული დაზღვევები ეს იქნება დაუშვათ ავტოფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, ლოკალურზე მაქვს საუბარი და არა დაუშვათ უცხო ქვეყნიდან შემოსულ პირებზე. ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დაუშვათ სხვა ქვეყნებში სავალდებულო არის და ეს სრულფასოვნად მოხდება დანერგვა საქართველოში ამისი. ეს რეალურად გამოიწვევს ეკონომიკის ძალიან მდგრადობას, სადაზღვევო კომპანიების განვითარებას, პროდუქტების განვითარებას, მომსახურე სფეროს განვითარებას დამატებით. ანუ ერთი ჯაჭვია რეალურად და ეს ხელს შეუწყობს სრულ კომპლექტს მომსახურებით, ფასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რაც უფრო პენეტრაცია დიდი იქნება, ხო, მოცვა, ფასიც, რა თქმა უნდა, იქნება შემცირებული დაზღვევის ღირებულების. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ეხლა აქტუალური პრინციპში მინდა ესე რომ თქვა ხაზი გაუსვა რა ყველაზე აქტუალური საკითხი მაინც ეს ავტომობილთა პასუხისმგებლობის დაზღვევაა და თავში ვთქვი ჯერჯერობით ეს ავტომობილთა პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო არის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არარეზიდენტებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზნით კვეთილ საქართველოს საზღვარს და შემოდიან ჩვენ ქვეყანაში. გადაადგილდებიან, მოძრაობენ, რა თქმა უნდა, მინდა კიდე ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ავტომობილი არ არის მარტო ქონება, არ არის დაუშვათ რაღაც გადაადგილების საშუალება და რაღაცა სიამოვნება, ესე რომ ვთქვათ რა. ამასთან ახლავს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ავტომობილის ფლობას, როგორც სხვა გარკვეულ დაზღვევის სახეობებზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნდა, აი მოკლე ეხა განახებთ მოკლე მონაცემებს. ესე იგი, აუხსნი რას, რომ ამ ავტომობილების მიერ, რომლებიც შემოსულები იყვნენ საქართველოში, მათი ბრალეულობით, ანუ მათი ბრალეულობით რა ზარალებიც დადგა, ხო? 2024 წელს შემთხვევების რაოდენობა იყო 1442 შემთხვევა, ანუ ეს უცხოელებმა, ესე ვთქვათ, მარტივად მოახდინეს ავტოსაგზაო შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც ზიანი მიადგათ დაუშვათ იქ საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს მატერიალური ზიანი, ფიზიკური ზიანი თუ ქონებრივი ზიანი, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი სადაზღვევო კომპანიების მიერ შექმნილი სავალდებულო დაზღვევის ფონდის მიერ, რომელიც კურირებს ამ სავალდებულო დაზღვევას, ანაზღაურებული იქნა 294,000 ლარი ზარალის ნაწილით ეს იმ პირების მიმართ, მესამე პირების მიმართ, რომელთაც მიადგათ ზიანი. 2025 წელს ცოტათი შემცირებულია შემთხვევების რაოდენობა. დაახლოებით 1352 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაგრამ თანხობრივად არის გაზრდილი სადაზღვევო კომპანია, ანუ ფონდმა, სავალდებულო დაზღვევის ფონდმა ანაზღაურა 302,000 ლარი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საკითხი, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში საქართველოს მოქალაქე წარმოიდგინეთ მე შედარება რასთან მინდა გავაკეთო რა, რომ დავუშვათ მე დაცულად ვცნობ თავს, თუ გადავადგილდები დავუშვათ და შემთხვევა დადგება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომ დაუზღვეველი არავინ არ არის, შემთხვევა ყოველთვის დგება, ამას ვერავინ ვერ გააკონტროლებს, დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის და შესაბამისად მე დაცულად ვცნობ თავს, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე მომაყენებს ზიანს, ჩემი ზიანი ანაზღაურებული იქნება. ეხლა წარმოვიდგინეთ თქვენ, როდესაც შემოვა ლოკალური დაზღვევა საქართველოში, ანუ სავალდებულო წესით იქნება ეს, რომ ყველა ავტომობილი დღესდღეობით დაახლოებით 1,5 მილიონი ავტომობილი არის რეგისტრირებული საქართველოში. ყველა ავტომობილი იქნება დაზღვეული პასუხისმგებლობით. მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ფინანსური ხარჯისგან თავის აცილება, მორალური ზიანის ანაზღაურებაც არის რეალურად ამას პირდაპირ გეტყვით და ეს არის მართლა სოციალური პასუხისმგებლობა საერთო პასუხისმგებლობა ნებისმიერი მძღოლი ავტომოყვარული, რომელიც ფლობს ავტომობილს, გადაადგილდება თუ ასე შემდეგ, მას თან დაყვება მისი პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული გარშემოყოფთა მიმართ და სხვების მიმართ. დაახლოებით უბრალოდ აქ კიდე სტატისტიკა ამოვიღე, ვთქვათ, მსმენელმა რო იცოდეს, ეხა ეს რაც აქ სტატის მიერ არის წარმოდგენილი, შემთხვევები მე ასე რომ ვთქვათ, ჭყალებში ვლობირებ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვას საქართველოში. ეს მართლა სოციალური პროექტია და აუცილებლად იქნება, უნდა შემოვიდეს და რაც უფრო მალე, მით უფრო უკეთესი, ხო? ეხლა 2015 წელს შემთხვევების რაოდენობა ზოგადად საქართველოში ავარიების შემთხვევების რაოდენობა ავტომობილების მიერ 35,000 შემთხვევა 35,000-ზე მეტი შემთხვევა იყო დამდგარი 2015 წელს. 2025 წელს რო შედარება მინდა გავაკეთო, ეს არის 67,000-ზე მეტი სადაზღვო შემთხვევა. არის დაახლოებით 2,5-ჯერ გაზრდილი სადაზღვო შემთხვევები საქართველოს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა. გაზრდილი არის რისკი, გაზრდილი არის ფინანსური ზიანით, რომელიც ადგენს ადამიანებს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით შემცირებული არის, მაგრამ რო ავიღოთ სტატისტიკა, დავუშვათ, ევროპასთან მიმართებაში, ხო, პროცენტულად არის კატასტროფული მდგომარეობა მაინც რა. ნუ 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა სამწუხაროდ 500 გადააჭარბა, ესე რომ ვთქვათ, და დაშავებულთა რაოდენობა კიდე 8,000 ადამიანს. იმ პროპორციით, რაც ამ ქვეყანაში არის რეგისტრირებული ავტომობილები და მოსახლეობა, ეს ციფრი არის ძალიან დიდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვფიქრობ, ავტომობილთა სავალდებულო დაზღვევა იყოს კანონმდებლობით შემოსული, რაც მალე კანონპროექტი უკვე არსებობს, მიდის მუშაობა ამაზე და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მივიღებთ ამ კანონს. ნუ საბოლოო ჯამში შევაჯამოთ სავალდებულო დაზღვევის არსი, ხო? სავალდებულო დაზღვა არის უბრალოდ იურიდიული მოთხოვნა არ არის, ეს არის რაღაც სოციალური პასუხისმგებლობა, რაზეც ვისაუბრებთ ჩვენ. სადაც ერთი ადამიანის რისკი აზიანებს სხვა ადამიანებს და ის სოციალური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველა ჩვენთაგანმა. ეს მანქანის ფლობა იქნება და უშუალოდ ჩვენი პროფესიული საქმიანობა იქნება თუ ასე შემდეგ. დავიცვათ მოქალაქეები, დავიცვათ ფინანსური დიდი რისკები და ეკონომიკური სტაბილურობა, რეალურად ეკონომიკური სტაბილურობას უწყობს ხელს პირდაპირ დამოკიდებულებით ეს კონკრეტული დაზღვევის სახეობები
იგივე ბიზნესის კუთხითაც, იგივე თუნდაც ფიზიკური პირის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი გრძნობდეს დაცულად თავს, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ფინანსურად დაცულად თავს, რაც ფინანსური დაუცველობა უკვე მის ეკონომიკურ მდგომარეობას უტყავს, ასევე მორალურადაც რომ დაცული იყოს, ანუ გარანტია ექნება, რომ დაუშვათ გარკვეული ის მოულოდნელი რისკები, რაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც შეიძლება დადგეს მის ყოფით ცხოვრებაში, ეს შემთხვევები იქნება დაცული, ანაზღაურებული მაქსიმალურად გარკვეული პირობების მიხედვით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს საკითხი და ვფიქრობ გაამართლებს რა დარწმუნებული ვარ, გაამართლებს და ძალიან მალე იქნება მიღებული. თავის თუ რამე კითხვები გვექნება, მზად ვარ უპასუხო. ირაკლი, დიდი მადლობა საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციისთვის და ესეთი საჭიროებო საკითხების გაზიარებისთვის, რაც დღეს გვაქვს რის წინაშეც ვდგავართ. შემოვიდა კითხვები და გაგიჟღერებთ სათითაოდ თუ შეიძლება. მოგესალმებით, როდის იგეგმება საქართველოში ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება? ანუ დაახლოებით ეხლა საუბარში თქვი, წესით უკვე კანონპროექტი მზად არის, გატანილია, როგორც ვიცი, მოსმენაზე და მე ვფიქრობ, რომ დაუშვათ ველოდებით სადაზღვო ბიზნესი ელოდება, რომ წლის ბოლომდე ეს კანონპროექტი შევაძალაში. ლიმიტებს, ხო, ნუ პლუს კიდე რაც შეეხება კონკრეტული დაზღვევის ლიმიტებთან იქნება ალბათ კიდე საინტერესო პასუხი. საკმაოდ მოცულობითი არის რა ანაზღაურების ლიმიტები, უკვე კანონპროექტი რო დამტკიცდება, უკვე ყველასთვის ღია და საჯარო იქნება. რაც შეეხება დაზღვევის ფასიც საკმაოდ მისაღები იქნება ყველა მოქალაქისთვის. დარწმუნებული. მადლობა. მეორე კითხვა გაჟღერდა, როგორც ახსენეთ, სავალდებულო დაზღვევა ნაწილობრივ არის წარმოდგენილი საქართველოში. რა მიმართულებით ხედავთ მის განვითარებას და რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დაზღვევის სექტორში? ყველაზე დიდი გამოწვევა დაზღვევის ამ მიმართულებაზე, რაც შეეხება ვისაუბრეთ ის, რომ ნაწილობრივ სრულყოფილად არ არის საქართველოში დაზღვევა. ამაზე საკმაოდ გვიან დავიწყეთ ქვეყანა მუშაობა პირდაპირ ამას. ჩვენ ახლოს სამეზობლოში უკვე, ესე რომ თქვა, საკმაოდ დიდი ხანია ამაზე მუშაობდნენ. იქაც არსებობს სავალდებულო ტიპის დაზღვევები, სასონხეთი იქნება, ეს აზერბაიჯანი იქნება განსაკუთრებით ერთი საკმაოდ აწყობილი სისტემა უკვე, განვითარებული სისტემა არის. და რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევის კუთხით, ჯერჯერობით გვისწრებენ. იმედია, რომ ჩვენთანაც ძალიან სწრაფ ტემპში განვითარდება და ეს კონკრეტული მოცვა, პენეტრაცია, რასაც ქვია, საკმაოდ გაიზრდება საქართველოს პირობებში და დაიხვეწება დაზღვევის სფეროს, შესაბამისად დაზღვევის სახეობებში. დიდი მადლობა მირაკლი საინტერესო ლაივისთვის, კითხვებზე პასუხისთვის. მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ფინედოს Facebook და YouTube არხებზე. მე კი მომდევნო ჩართვამდე დაგემშვიდობებით. მადლობა, კარგად წარდებოდეთ. მადლობა თქვენ, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა საინტერესო თემებისთვის.